მოგესალმებით სპორტსაზრდელი მაყურებლებო, დღეიდან ჩვენ ვიწყებთ გადაცემების ციკლს სინერგია, რომელიც ყოველ ორშაბათს 9 საათზე გავა პირდაპირ ეთერში და ჩვენ შევეცდებით განვანალიზოთ და ვისაუბროთ იმ საჭიროებო თემებზე, რომელიც სახელმწიფოსა და ეკლესიის წინაშე ზოგადად ჩვენი საზოგადოების წინაშე დღეს. გადაცემა როგორც მოგახსენეთ პირდაპირ ეთერში იქნება, თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დაუკავშირდეთ გადაცემის წამყვანებს და დათხოვოთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები. წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს უпроსტოდ თანაწამყვანებს. ჩვენი გადაცემა თავისებური არის, არ არის გამოკვეთილი წამყვანი, ჩვენ შევეცდებით ძალიან უშუალო დიალოგით, რაღაც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირით და რაღაც არა რეგლამენტირებულად წავიყვანოთ ეს გადაცემა, მოგონია ასე უფრო მივახცევთ უშუალობას. მე გახლავართ პაატა გაჩიჩილაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი 21 საუკუნის პროგრამების ხელმძღვანელი. დღეს ჩვენ სტუდიაში იმყოფებიან ბატონი მამა თეოდორე გიგნაძე და ბატონი მამუკა გიორგაძე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, სახალხო პარტიის წევრი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და დავიწყოთ დღევანდელი გადაცემა, სადაც ჩვენ გვინდა განვიხილოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის დღევანდელი მდგომარეობა სახელმწიფო და ეკლესია საქართველოში, ის პრობლემატიკა რაც ამ სფეროში არის და გავხსნათ დისკუსია ამ თემაზე. მამო, იქნება ერთი-ორი სიტყვა თქვენც მოგახსენოთ. თვითონ სახელწოდება ჩვენი გადაცემისა სინერგია რაღაცნაირად პასუხობს ჩვენ დღევანდელ თემასაც და საერთოდ ამ გადაცემის ფორმატსაც, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ გარკვეულ საჭიროებო საკითხებზე ვისაუბროთ ორი კუთხით, ერისა და ბერის ხედვა როგორი ამა თუ იმ თემებზე და ჩვენ ძალიან ხშირად ვნახავთ, რომ ის რაც ეხება ნამდვილ სამშობლოს, ის რაც ეხება ნამდვილ ღირებულებებს, იქ თითქმის სრული უნისონი შეიძლება იყოს ერსა და ბერს შორის და ის ისტორიული რეალობები, რასაც ჩვენ საქართველოს ისტორიაში ვხედავთ, როცა ერი და ბერის ერთობა ნაყოფად იღებდა საოცარ შედეგებს იგივე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის, ის შესაძლებელია არ არის მითი და მართლა შეიძლება რომ ერი და ბერი ერთად დაждდეს და ერთად ტყიოდეს, ერთნაირად ხედავდნენ და ერთნაირად პატრონობდნენ თავის სამშობლოს და მართლაც ამ შემთხვევაში ეკლესია ხდება სული ერისა, ხოლო სახელმწიფო ხდება გარე ხორცი მაგალითად სხეული თქვათ ერისა. აი ესია და სინერგია სწორედ ორი ნების თანხვედრაა და ამ შემთხვევაშიც იმედი მაქვს რომ ერისა და ბერის თანხვედრა სახეზე იქნება. და ჩვენი გადაცემა ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო ჩვენი გადაცემების ციკლი მოახდენს ამ დემონსტრირებას აი ამგვარი დამოკიდებულებისა და ამგვარი ხედვის. ძალიან კარგი. ბატონო მამუკა თქვენს თავისთავად თვითონ სიტყვაც და ამ სიტყვის არსი საქართველოს ისტორიული წარსულით არის გამყარებული აი მამა თეოდორემ ბრძანა ერი და ბერის ძირითად საკითხებში ჰარმონიული ურთიერთობები და ეს ჰარმონიული ურთიერთობები ინსტიტუციური საფუძველზე იყო დამყარებული. სახელმწიფო ეს არის ერის მიერ ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში ერთობლივი ძალისხმების შექმნით ღირებულებათა სისტემის დასაცავი ინსტრუმენტი. ხოლო ამ ღირებულების შექმნაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. აქედან გამომდინარე ღირებულებათა სისტემა, რომელზედაც ეფუძნებოდა ქართული სახელმწიფო და ღირებულებათა სისტემა, რომელზედაც ეფუძნებოდა ეკლესია, ფაქტობრივად იყო ერთმანეთთან ჰარმონიაში. და სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ სხვა ქვეყნის, იგივე თუნდაც მართლმადიდებელი ქვეყნების ისტორიას რო გადავხედოთ, საქართველოა გამონაკლისი, როდესაც ყველაზე მაღალი ზეობის პირობებში ყოლი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს მეთაურის პირობებში ყველაზე მაღალ დონეზე იყო საქართველოს ეკლესია. და ყველაზე იგივე ვახტანგ გორგასალის პერიოდი გავიხსენოთ, დავით აღმაშენებლის, თამარის პერიოდი, შემდგომი პერიოდები, აი რაც უფრო მაღლა იყო და რაც უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდა მეფეს, ასევე მეტი გავლენა ჰქონდა ეკლესიას. ეს ჰარმონიულობა შერწყმული იყო. თვითონ ადამიანში, რაც ახლა მამა თეოდორე მზანა, ჰარმონიულად იყო შერწყმული ერთის მხრივ მრევლის წევრობა და მეორეს მხრივ სახელმწიფოს მოქალაქეობა. და ჰარმონიაში ზრუნავდა ამ ადამიანზე სახელმწიფოც და ეკლესიაც. მის სულიერ განვითარებაზე, მაღალ ზნეობრივ სტანდარტებზე ზრუნავდა ეკლესია და ფართო მასშტაბით ამკვიდრებდა ამ ზნეობრივ სტანდარტებს
ქვეყნის ცხოვრებაში ეკლესია, ხოლო მის ასე ვთქვათ პიროვნულ ხორციელ სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ განვითარებაზე ზრუნავდა სახელმწიფო და ერთ ადამიანში მრევლის და მოქალაქის ჰარმონიული შერწყმა განაპირობებდა სწორედ იმ სიძლიერეს, რომელიც სიძლიერესაც საქართველოს აღწევდა გარკვეული პერიოდების განმავლობაში. ეს იმდენად ჰარმონიულად ჩანს საქართველოს ისტორიაში, რომ ამის არ დანახვა შეუძლებელია. ბოლო პერიოდში უკვე ათეიზმის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სამწუხაროდ ეს ჰარმონია დაირღვა და ჩვენ ხედავთ გარკვეულ წილად საერო ხელისუფლებების მხრიდან გავლენის მოპოვების მცდელობებს, რაც ასევე საქართველოს ისტორიაში არასოდეს არ დამთავრებულა წარმატებით და ვერც ერთმა ყველაზე უგვანო ხელმწიფემაც კი ვერ მოახერხა ეს და სამწუხაროდ ამ წარე გამოცდილებით არ გვინდა რომ გავაგრძელოთ ასეთი ტაქტიკა დღევანდელ დღესაც და ამიტომ მოუწოდებს უყოლას რომ იქნებ ვიზრუნოთ ერთი ადამიანის კონკრეტულ ადამიანის ჰარმონიული განვითარებაზე, სადაც პარტნიორები უნდა იყოს ეკლესია და სახელმწიფო. ახლა მე ვთვლი და ალბათ ასეც არის რომ ნებისმიერმა სახელმწიფომ თავის განვითარების გარკვეული ეტაპები გაიარა და ამა თუ იმ ეტაპზე ნებისმიერი სახელმწიფო ისა იქ მმართველობის უпроსოდ უმრავლესობის რელიგია სხვადასხვა ადგილი, სხვადასხვა ფუნქცია, სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში რელიგიის ფაქტორი დღესაც ძალზე მნიშვნელოვანია და თუ გადავხედავთ ახლა ევროპის მაგალითს დავინახავთ რომ ახლა სრულყოფილი დამოუკიდებელი პოლიტიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბება ევროპაში მე-16 საუკუნეებში ეს საწინდარი უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო რომის პაპის დიქტატის განთავისუფლებისგან და ის ეკლესიები, რომლებსაც საკმაოდ ასეთ პრივილეგირებული მდგომარეობა უკავიათ მაგალითად ინგლისში ან სკანდინავიაში ევანგელურ ლუთერანულ ეკლესიას, ეს სწორედ სახალხო ეკლესიის, ეროვნული ეკლესიის დაფუძნებით, რომის პაპისგან განთავისუფლებით, ასე ვთქვათ, რომის პაპის დიქტატისგან განთავისუფლებით მოხერხდა და ჩამოყალიბდა ასე ვთქვათ სრულფასოვანი სუვერენული სახელმწიფოები. მაგრამ ამ ქვეყნებმა გაიარეს თავისი განვითარების ეტაპი და შეიძლება დღესდღეობით ეკლესია და რელიგია ესეთი მნიშვნელოვანი ფენომენი აღარ არის მაგალითად ამ ქვეყნებში. ეხლა თავისთავად სეკულარიზაცია რას ნიშნავს, რა არის სეკულარიზმი? ალბათ ამის ცალსახა განმარტება არ არსებობს. თუ ჩვენ ვიძახით რომ სეკულარიზმი ეს არის სახელმწიფოს გამოყოფა, უბრალოდ ეკლესიის გამოყოფა ავტომატურად სახელმწიფოსაგან, ჩვენ ვიცით მაგალითად ევროპაში არაერთი ქვეყანა რომ იქ სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია ეკლესია. მაგალითად დანიაში, მაგალითად საბერძნეთში, ხომ? არის სახელმწიფო ეკლესიის სისტემები, ინგლისში მაგალითად ანგლიკანური ეკლესიის ხელმძღვანელი დედოფალია, ხო? და იგი სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილად მოიაზრება და მისი კანონმდებლობა საეკლესიო კანონმდებლობა მისი შემადგენელი ნაწილია ინგლისის კანონმდებლობისა. თქვენი აზრით რა უნდა იყოს საქართველოში, რა სისტემა უნდა იყოს? კი ბატონო მე-12 საუკუნეში საქართველოს ასე ვთქვათ ზეობის პერიოდში ეკლესიას ჰქონდა თავისი ადგილი, თავისი როლი, თუმცა საქართველოს ისტორიისთვისაც არ არის უცნობი საერო და საეკლესიო ხელისუფალთა კონფლიქტის მაგალითები, ხო? აი დღეს რა მოდელი უნდა იყოს? რა უნდა იყოს საქართველოში? როგორ უნდა იყოს სეკულარიზმი, ქართული სეკულარიზმი თუნდაც ასე ვთქვათ ბრჭყალებში? რა ადგილი უნდა ქონდეს ეკლესიას, რა ადგილი უნდა ქონდეს სახელმწიფოს და როგორ უნდა იცხოვრონ მათ ერთად? როგორ უნდა იყოს ეს? ნუ ძალიან რთული საკითხია ახლა, ძალიან რთულია, მაგრამ აი ძირითადი კონტურები ხო შეიძლება მოხაზოთ, რა ვიცი, აბა ამის გამოცდილება არსებობს, ახლა თქვენ ბრძანეთ, მაგალითად იგივე გერმანული სახელმწიფოს წარმოშობა პირდაპირ უკავშირდება მარტინ ლუთერის რეფორმებს, არა მარტო რელიგიურ სფეროში, არამედ ენის სფეროშიც და ყველანაირად აი დღეს რო გერმანიის სახელმწიფო არსებობს, სწორედ ამ ბრძოლის შედეგია. მაგრამ საქართველოში ამ ხრივ სხვანაირი გამოცდილება იმისა, რომ აი ეს თანაცხოვრება სახელმწიფოსა და ეკლესიას, ალბათ ეს პატარა ქვეყნის ხვედრიც არის, სახელმწიფოს სჭირდებოდა უაღრესი მორალური ავტორიტეტი მისი ინტერესების დასაცავად და ასეთი ავტორიტეტი ყოველთვის იყო ეკლესია. ყველა ბრძოლაში, ყველა გადამჭრელ ბრძოლაში ეკლესიის მორალურმა ავტორიტეტმა განაპირობა ქართული ხალხის გამარჯვება. არაფერს არ ვიტყვი იმას, რომ ძალიან ბევრი ბრძოლებია, სადაც უშუალოდ სასულიერო პირების ღირებულებდნენ მონაწილეობას, არადის ბრძოლა და ბევრი სხვა ისეთი ბრძოლები, რომლებიც ამ კუთხით საქართველოში ცოტა შეუძლებელია გამიჯნოთ ერთმანეთსაგან
რომ წმინდა ქეთევანი ან წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი ეს რელიგიური წმინდანებია თუ საერო საქმე შეწირული ადამიანები? საქმე შეწირული და შემდეგ იმდენად ეს ერთიანი მოაზრება იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ რა თქმა უნდა 21 საუკუნეა, უნდა წავიდეთ სეკულარული სახელმწიფოსკენ, მაგრამ სეკულარული სახელმწიფო არ ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას. ჩვენთან უნდა შემოვაპარონ რომ სეკულარული სახელმწიფო ავტომატურად ნიშნავს სეკულარულ საზოგადოებას, ანუ სამოქალაქო საზოგადოება და არ მიიჩნევა მრევლი. რომ ჩვენ მრევლი უნდა ვიყოთ გალავან შიგნით ჩაკეტილი, ჩვენ იქ უნდა ვპოვოთ ჩვენი თვითრეალიზება, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება ეს ვიღაც ხვების, ანუ უმცირესობის პრეროგატივაა. აი ასე გვთავაზობენ, იმიტომ რომ უმრავლესობა რადგანაც არის მორწმუნე, დადის ტაძარში და ეს უმცირესობა, აგრესიული უმცირესობა იღებს ინიციატივას და შესაბამისად ჩვენ თუ შევხედავთ სიტუაციას, 90% აღიარებს საქართველოში მართლმადიდებლობას და საქართველოს პარლამენტში არ აღმოჩნდა ერთი დეპუტატი, რომელიც ადგენდა და იტყობდა 5-6 უმნიშვნელოვანეს კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ იქნებ გაითვალისწინოთ საქართველოს ეკლესიის პოზიცია. ან ადგენდა და იტყოდა, რომ შეწყვიტეთ საქართველოს სასულიერო პირთა, მისი უწმინდესობის და იერარქების და სამღვდელოების ლანძღვა პარლამენტის ტრიბუნიდან. ასეთი ერთი კაცი არ აღმოჩნდა, მაშინ როდესაც 90% ყველა იქ ყოფი დეპუტატი თუ მოსახლეობა თავს მართლმადიდებლად აცხადებს. სწორედ ეს იმის ბრალია, რომ ჩვენ სამწუხაროდ სეკულარული საზოგადოებად უნდათ რომ გვაქციონ. და აი ამ უმცირესობამ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტის სახელით გამოდის, გარკვეულწილად ჩვენ შეგვზღუდა ამ საქმიანობაში. მეორე მხრივ უნდა აღნიშნოთ თვითონ სასულიერო პირების გარკვეული ჩემი აზრით შესწომაც, რომ საერო საქმიანობა, სამოქალაქო საქმიანობა დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს ეკლესიაში ლამის სოდვამდე იყო აყვანილი, რომ აი ნუ ჩაერევით, ეს ამსოფლიური მოღვაწეობა არ არის ჩვენი საქმე, მოდი ჩვენ მხოლოდ ამ საკითხებზე ვიზრუნოთ და ახლა დავდექით ფაქტის წინაშე. ამიტომ გამოსავალი არის ერთადერთი, საზოგადოებამ უნდა აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად გახდეს ეკლესიის პარტნიორი სამოქალაქო სივრცეში. ისე როგორც თავის დროზე, როგორც ეროვნული მოძრაობის ლიდერები, ფაქტობრივად ეს საეკლესიო, ასე ვთქვათ, შეიძლება ეკლესიის წევრები იყვნენ. და შესაბამისად ის იყო პარტნიორი ეს მოძრაობა ეკლესიის. დღეს სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები არიან მოწინააღმდეგები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში თუ არა მტრები საქართველოს ეკლესიისა და ვიღებთ აი ამ გახერხილებას, დაპირისპირებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ სწორედ უნდა ვაღიაროთ ერთის მხრივ, რომ სეკულარული სახელმწიფო ვართ, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის უმრავლესობის ქვეყანა, დემოკრატიის სრული დაცვით, დასავლური გამოცდილების გაზიარებით. ჩვენ უმრავლესობამ უნდა მოვახერხოთ ის, რომ ყველა მიცოდეს, რომ საზოგადოება ვერ იქნება სეკულარული, საზოგადოების ძირითადი ნაწილი ეს არის მრევლი და შესაბამისად ჩვენი უფლებების დაცვის გზით მოვიპოვეთ ის, რომ სახელმწიფომ კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს ეს ჩვენი ინტერესები. მამაო თუ რა ბრძანებთ? მე ვეთანხმები აბსოლუტურად მამუკას ინსტიტუციონალურად, რა თქმა უნდა, ეკლესია და სახელმწიფო უნდა გაყოფილი იყოს, ახლა საბერძნეთი ახსენეთ ინგლისი, იქ თითქოს ინსტიტუციონალურად ერთად არიან, მაგრამ საზოგადოება მაინც სეკულარული ხდება და ძალიან ეს სეკულარიზმი ხშირად აგრესიულ ფორმებს იღებს და ამიტომ ძალიან ბევრი, თქვათ, მორალურ დეგრადირებასაც კი იწვევს ასეთი და აი რას თქვა, ზუსტად ესეა, როგორც ინსტიტუციები უნდა გაყოფილი იყოს და ეს აბსოლუტურად სწორია, მაგრამ საზოგადოება თავად სეკულარული, როგორც კი მოინდომე არ არის, ეს ობიექტური მოცემულობა ესეთი, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არის რელიგიური ადამიანი, პატივისცემელი ქრისტიანობისა და ამიტომ ესე იგი გახადო ის რაც არ არის, ხელოვნურად ჩაერიო ერის ცნობიერებაში, კულტურაში, ყოფაში, ეს ნუ არის სწორედ, არ ვიცი რა არის, საქართველოს არ არის ლაბორატორია, ის არის მოცემულობა, როგორიც არის ღვთისაგან და არის. ეს ერთი, ასე რომ ეს აბსოლუტურად სწორე ითქვა მამუკას მიერ და რაც შეეხება უკაცრავად ბოდიშს გიხდით. რაც შეეხება იმას, რომ თქვათ აი საქართველოს წმინდანები, ქართველი ერის წმინდანები და თქვათ თითქოს გაყოფას კი შეიძლება და ბიძინა ჩოლოყაშვილი ახსენეთ, ქეთევანი ახსენეთ, იგივე წმინდანინოც ხო, ეს რა ეპოქაში უწევს მოღვაწეობას. ისინი წმინდანები არიან იმისათვის, რომ ქრისტეს შეეწირენ.
იმიტომ რომ ბიზენა ჩოლოყაშვილის მაგალითად ხოთა კიდურებს კვეთენის და ესე იგი და კიდე რაღაცას ამბობდა და ეს რომ ჩაეძია თქო ჯალათი რო ყურსადებს იგი ლოცულობს ქეთევანი ლოცულობს ხო გესმით ესია მაგრამ საქმეს მაგაშია სწორედ ისინი წმინდანები კი არიან იმიტომ რომ ისინი ქრისტეს შეეწირან, იმიტომ რომ სხვანაირი წმინდანობა არ არსებობს, მაგრამ არის მეორე რამ საოცარი. სწორედ იმიტომ რომ ისინი ქრისტეს ეწირებიან, ამავე დროს არიან დიდი ეროვნული მოღვაწეები, ეს ბუნებრივად ხდება. დავით აღმაშენებელი, იმიტომ კი არ არის წმინდანი, რომ მან დიდი საქართველოს შექმნა. დავით აღმაშენებელი წმინდანი იმიტომ არის, რომ მან იგი კეთილმსახური მეფეა, თამარიც იმიტომ, ვახტანგიც იმიტომ, კეთილმსახური მეფე ნიშნავს, რომ ისინი სულიერად ცხოვრობენ და სულიერ ცხოვრების რეალიზებას ახდენენ იმაშიც, რომ აღაშენებენ საქართველოს ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიას. მაგრამ იმის გამო, რომ მათ ესეთი ცხოვრების წესი ჰქონდათ, ისინი დიდი მოღვაწეებად იქცნენ. დავითი რომ გალობანის სინანულისას წერს და მისი სულიერი მდგომარეობის ეს მისი სულიერი პორტრეტია, იმიტომაც მისცა ღმერთმაძლევა. ანუ ეს საქართველოს ისტორიაში ცალსახად არის ადამიანი, რომელიც ერთგულებს, ნიჭიერი კაცი, საზოგადოებაში დაწინაურებული ადამიანი, რომელიც ერთგულებს ქრისტეს, ის ყოველთვის დიდი ეროვნული მოღვაწე ხდება. მაგრამ აქ მე ერთი ნიუანსი მინდა დავით აღმაშენებელზე იყო საუბარი და ჩვენ სამწუხაროდ ისევ მოვდივართ ძველი არასწორად ნასწავლი პრაქტიკიდან, რომ აი კომუნისტურ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში იყო ასეთი, რომ დავით აღმაშენებელმა მოიწვია კრება, განკვეთა უღირსი სამღვდელოება, გაწმინდა ეკლესია და ასე შემდეგ. არადა ეს არის საბჭოთა ისტორიოგრაფიის, ასე ვთქვათ, არასწორი შეფასება, იმიტომ რომ არ არის განკვეთა, არ მომხდარა, დავით აღმაშენებელმა არანაირი საეკლესიო რეფორმა არ ჩაატარა, დავით აღმაშენებელმა გააკეთა მხოლოდ ის, რომ მოხსნა ჩვენ ენაზე რო ვთქვათ ახლა დღეს, საერო ზეწოლა ეკლესიაზე. და ეკლესიის შიგნის არსებულმა წმინდა მამებმა ეს ხო კრება მოამზადა არსენ იყალტოელმა, გიორგი ჭყონდიდელმა, კათოლიკოსმა იოანემ ანგელოსთა დარი და ასე შემდეგ. ესე ფაქტობრივად გააკეთა ის, რომ სახელმწიფო ხელისუფლებამ მოხსნა თავისი პრეტენზია, რაც მანამდე იყო, მავნე პრაქტიკა შეანელა, მოხსნა მთლიანად ზეწოლა ერისკაცებისა ჩარევა საეკლესიო საქმეებში და ეკლესია მერე მთელი ესერი აიყვანა უმაღლეს სიმაღლებზე. აი სწორედ ჩვენ უნდა სწორად გავიაზროთ ჩვენი ისტორია და დღეს, როდესაც საქართველოს ეკლესია თავდაცვის პოზიციაში იმყოფება, მრავალი მიზეზთა გამო და მრავალი მომხდურის გამო და ასეთი თავის ფუნქციას შემკრების, ერის წინამსულიერი წინამძღოლის, მაღალი ზნეობრივი სტანდარტების დამკვირვებლად მაინც ასრულებს, მას თუ მოეხსნება მინიმუმ აი ეს ერისკაცთა ჩარევის ეს მავნე პრაქტიკა, ან მით უმეტეს თუ საერთოდ პარტნიორი გახდება საერო ხელისუფლება, რა სიმაღლეზე წაიყვანს ერს. აი ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს და აი ამ გამოცდილებას უნდა დაუბრუნდეთ. კარგით, მე მაცნობის რომ ზარიას ეთერში გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. ძალიან მოხარული ვარ პირველ რიგში, რომ ასეთი გადაცემებია. ეხლა პირველად გადავხდი ამასზე და მომეწყდა რომ ქართული იდეა და ქართული საქმე გვინდა რომ გავაკეთო და რა მაინტერესებდა ასეთ შეკითხვა მექნებოდა უბრალოდ სახელმწიფო რელიგიაც რომ გამოცხადდეს მართლმადიდებლობა. რა დადებითი და ასე ვთქვათ უარყოფითი რა ექნება ამ მოვლენას. ვიცით რომ ქართულ ხალხს ყველას გვინდა რომ გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგია და თქვენი ანუ დადებითი და უარყოფითი მხარეები მაინტერესებს სამთი. მადლობთ. თქვენი ზემართვით მე ვიტყვი ამ საკითხთან დაკავშირებით, ეხლა სახელმწიფო რელიგიათ, რომელიმე რელიგიის გამოცხადება ეს არ არის, ასე ვთქვათ, რაღაც ერთი საკანონმდებლო აქტის მიღება და ასე ვთქვათ, რაღაც ამ პარლამენტის მიერ რა ვიცი, რომელიმე საკანონმდებლო ხელისუფლების ან რაიმე ხელშეკრულებით მისაღწევი აქტი. ეს არის ისტორიულად ეს უნდა იყოს და არის ისტორიულად ჩამოყალიბებული პროცესი და სახელმწიფო ეკლესიების სისტემას, რომელიც არსებობს, ამას თავისი ისტორიული წინაპირობა გააჩნია უპირველეს ყოვლისა. ანუ სახელმწიფო ეკლესიების სისტემა, სადაც არსებობს იგივე საბერძნეთი, იგივე ინგლისი, იგივე დანია, იგივე ფინეთი, მალტა თუ ასე შემდეგ, მას ჰქონდა თავისი გარკვეული წინაპირობა და
ხოლო და იმ საჭიროების და მიხედვით და იმ საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა სახელმწიფო ეკლესია. მაგალითისთვის ახლა საბერძნეთს დაკარგული ქონდა თავისი დამოუკიდებლობა, ვიცით რომ 14 საუკუნიდან იგი ფაქტობრივად ოსმალეთის აგრესიის ქვეშ იყო 1821 წლამდე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბერძნების იდენტობის, თავის კულტურის თვითყოფადობის შენარჩუნების უმძლავრესი იარაღი წარმოადგენდა ასე ვთქვათ მისი ეკლესია. იგივე მაგალითად მალტაზე ძალიან საინტერესო პრეცედენტია, მალტის ორდენის ასე ვთქვათ საქმიანობა, ეს იყო არქიპელაგი, რომელზედაც გადმოსახდნენ როდოსის დაცემის ჯერ იერუსალიმის და შემდეგ როდოსის დაცემის შემდეგ ხო ჰოსპიტალიანთა ორდენი და ისინი წარმატებით იცავდნენ ამ არქიპელაგს ოსმალთა იმპერიისგან ხომ არ მიცეს საშუალება ოსმალეთს გავრცელებული იყვნენ მაგათი აგრესია გავრცელებული იყო აღმოსავლეთ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში და ფაქტობრივად ვალეტა ახლა იყო დიდი მაგისტრი რომლის სახელსაც ატარებს არქიპელაგის დედაქალაქი და გასაგებია რომ გარკვეულწილად ჩამოყალიბდა სახელმწიფო რელიგია რადგან ფაქტობრივად თეოკრატიულ სამხედრო ასე ვთქვათ სახელმწიფო იყო. ნუ რა ვიცი ახლა საქართველოს ასე წინაპირობა ისტორიული არ ყოფილა ჩვენ რასაკვირველია დამოუკიდებლობა ჰქონდა დაკარგული და ჩვენი ეკლესიაც ავტოკეფალური აღარ იყო რუსეთის აგრესიის შემდეგ, მაგრამ მაინც ჩვენ რაღაც შევინარჩუნეთ ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი განვითარება ასე შემდეგ და ყოველ შემთხვევაში ასეთი საკითხი არ დასმულა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ეხლა სახელმწიფო ეკლესიების სისტემას აქვს ის დავარქვათ შეიძლება უპირატესობა შეიძლება იყოს, შეიძლება უარყოფითი მხარეც იყოს, რომ როგორც მოგახსენეთ, ის არის სახელმწიფო შემადგენელი ნაწილად მოიაზრება, მისი კანონმდებლობა საეკლესიო საქმიანობის განსაზღვრელი კანონმდებლობა როგორც წესი რეგულირდება არასაეკლესიო კი საეკლესიო კანონებითაც რეგულირდება, მაგრამ პარლამენტი იღებს მაგალითად ფინეთში მაგალითად პარლამენტი იღებს ახლა კათოლიკე ლუთერული ეკლესიის და მათ შორის და სხვათა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის ასე ვთქვათ მოქმედების და სამოქმედო აქტს, ხო? ეს არ ვიცი ახლა პირადად ჩემთვის საქართველოს დღევანდელობისთვის არ უნდა იყოს მისაღები და არ არის მისაღები, თუმცა რასაკვირველია, ამაზე სხვა აზრით შეიძლება არსებობდეს. მე არ ვიცი თქვათ თუ ოდესმე ესეთი რამ აქ მოხდება რა ფორმებს შეიძენს, მაგრამ მე ხა ისტორიკოსი არ ვარ, მაგრამ რაც მე ვიცი, თქვა საბერძნეთში რა ხდება, მე ძალიან არ მინდა ჩვენს ეკლესიაში ხდებოდეს, ფინეთი აგერი თქვა, რაც რუსეთში მოხდა პეტრე დიდის მერე, თქვა ასევე არ მინდა ის აქ მოხდეს, ანუ როდესაც ეკლესია კარგავს თავის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ხდება მღვდელი როგორც ჩინოვნიკი, ხელფასი იღებს სახელმწიფოდან და ეს არის არა კეთილი შესაწირავი სახელმწიფოს მხრიდან თქვათ ეკლესიისადმი, არამედ ეს არის უკვე მისი უზურპირება ფაქტიურად და აი მაგალითად საბერძნეთში თუ ეპისკოპოსი ჭირდება თქვათ იქ ახალი სამრევლოს გახსნა, მას ამის შესაძლებლობა არ ექნება თუ სახელმწიფო ფონდი არ გამოიყო დამატებითი ერთი, ესე იგი მღვდლისათვის და ერთი სამრევლო შესანახავად. ანუ ეს არ არის ჯანსაღი მოვლენა და ეს არ ჭირდება. აი საქართველოს ეკლესიას ეს არასოდეს არ ჭირდებოდა, ეხლაც არ ჭირდება. არც სახელმწიფოს არ ჭირდება, მე ესე ვფიქრობ, რომ მას თქვა, რომ მან ეკლესია დაიმორჩილოს, ეს მისთვის დამანგრეველი აღმოჩნდება. მე სხვაგან არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, აი საბერძნეთში ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის დღესდღეობით უკვე და რუსეთშიც შექმნა პრობლემები. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება თქვა რევოლუციისა, როცა ხალხს შეძულდა ყველაფერი და მათ შორის მეფესთან ერთად ეკლესიას, ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ესეც ყოფილიყო, რომ ეკლესია არ იყო თავისუფალი და ის ობერპროკურორის მიერ, ხშირად ეს ობერპროკურორი არც იყო საერთოდ ქრისტიანი, ობერპროკურორის მიერ იმართებოდა. ამიტომ მე ვფიქრობ, სახელმწიფო რელიგია კი არ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. არამედ ისაც ბატონმა მამუკამ ბრძანა, თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სახელმწიფოს თვალისაგან, გარკვეულწილად ასე შეიძლება ითქვა. თუ რაიმე თვალი მაინც ვიღაცა ფიქრობს, ეს თვალი საჭიროა, თქვათ, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც გულმხურვალე მამულიშვილებისა და გულმხურვალე ქრისტიანებისაგან შედგება, რომელიც ეკლესიის ორგანული ნაწილები არიან. როგორც იყო დავით აღმაშენებელი. რა თქმა უნდა. აქვე არის აღსანიშნავი ერთი გარემოებაც. ეკლესია თავისი არსით არის ის ერთადერთი დაწესებულება, რომელიც ფართო მასშტაბით ნერგავს საქართველოში უმაღლეს და უდიდეს მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებს. ამიტომ ის თავისი სულიერებით, გაცილებით მაღლა უნდა იდგეს სახელმწიფოზე. ის თავისი მოქმედებებში უნდა იყოს თავისუფალი,
რათა მან შეძლოს ერის ამ სულიერების და ზნეობის და მორალურ საკითხებში უფრო მეტის მიღწევა და მასზე უნდა იყოს სწორება. როგორც ჩვენ ადამიანები ვაკეთებთ სწორებას არა კონკრეტულ პიროვნებებზე, არამედ ამისთვის ქრისტეა და თუ ასე ვთქვათ მაგალითისთვის გინდა კონკრეტული პიროვნება კი არა, აგერ არის ბატონო. ასე უნდა იყოს ეკლესია, რომელიც ჩვენ სულიერებას განაპირობებს. მეორე მხრივ არის უდიდესი საფრთხე სეკულარიზაციის დღევანდელ მსოფლიოს პირობებში და ჩვენ საბერძნეთის გამოცდილება გვაქვს, სადაც რამოდენიმე ეკლესია დაიყო. რამოდენიმე ეკლესიად, რომელიც ფუნქციონირებენ ცალ-ცალკე და რომელიც ქმნის უდიდეს საფრთხეს. ახლა თუ ჩვენ ამას განვიხილავთ იმ კუთხით, რომ ახლა საბერძნეთს დაშლის და ახლა ვთქვათ წრები არ არის მის გარშემო, მანდამაინც თურქეთს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ტერიტორიებს ან სხვა რაღაცას ედავებოდეს, საქართველოში ჩვენი ეკლესიური განხეთქილება ფაქტობრივად ნიშნავს, ჩვენ წავიდეთ იუგოსლავიის გზით და აქ უდიდესი ტრაგედია დატრიალდება. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში ეკლესიაც ამას ხშირად ამბობს, ჩვენ არ ვჭირდება არანაირი სტატუსი ამ მხრივ, ჩვენი სტატუსი არის ის, რომ ეკლესია ყოველთვის იყო ის მორალური ღირებულება, ის მთავარი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ჩვენ უნდა მივყვეთ და ამისთვის ეკლესიას არ ჭირდება არანაირი სახელმწიფოებრივი სტატუსი. კარგით, დიდი მადლობა. კიდევ ერთი ზარი, მოვისმინოთ პასუხი, შემდეგ ვთხოვენ რეკლამაზე გასვლას და შემდეგ რეკლამის შემდეგ პასუხი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ასეთი გადაცემებისათვის. პირველ რიგში იმას ვიტყოდი, რომ დედაეკლესია არის ერთი და დედაეკლესიის წიაღში სხვა რაღაც უაზრობების შეტანა და ძალის შეთრებები არ შეიძლება და არც არასოდეს არ მოხდება რა. იმიტომ რომ ჩვენ დედაეკლესიის წიაღის ისინი ვართ რა, ერთად უნდა ვიყოთ დედაეკლესიის წიაღში და არასოდეს დედაეკლესია არ უნდა გაიხლიჩოს, არც გაიხლიჩება არასოდეს რა. ამის ჯავრი ნურავის ნუ ექნება და დღევანდელ დღეს ახლა ჩვენი პარლამენტარები, რომელი მაგათაგანი დადებს თავს ქრისტესთვის, რომელი შეეტილება ქრისტეს, ანტიდისკრიმინაციულ კანონს რომ მიიღებს პარლამენტი, ისინი ქრისტეს შეეტილებიან ოდესმე, არ შეეტილებიან. ეგერი არის ერის წრები და ჩვენ ნავრჩიოს ნამდვილი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, რომლებიც შევლენ პარლამენტში და აცხოვრებენ ჩვენს ქვეყანას მართლმადიდებლად, ჭეშმარიტად, ეკლესიურად. მეტი არაფერი. რეკლამაზე გავიდეთ და შემდეგ ვაგრძელებთ ჩვენ გადაცემას. მე მაცნობები რომ კიდევ ერთი ზარი არის ეთერში, ჯერ შემოვიშვათ ზარი და შემდეგ განვიდეთ. მოგესალმებით მამაო, მოგესალმებით ბატონო მამუკა, მოგესალმებით საერთოდ და აი ამ გადაცემების ციკლის დაწყებას და ნამდვილად საჭირო და საინტერესო თემაზეა საუბარი, როდესაც ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობებზე მიდის გარკვეულ მტკივნეულ საკითხებზე მსჯელობა. ჩემის აზრით ამ შემთხვევაში განსახილველი არის როგორც ცალ-ცალკე ეკლესიაში, ეკლესიის მხრიდან გასატარებელი რეფორმა იქნება თუ გადასარგმელი ნაბიჯები, ასევე განსახილველი არის მეორე მხრიდან, სახელმწიფოს მხრიდან გადასარგმელი ნაბიჯები და ეს ნამდვილად დაინტერესებს და უფრო მეტ სტიმულს მიცემს საზოგადოებას, რომ ყოველივე კეთილი ხორჩესებული იქნეს ამ შემთხვევაში. ეხლა რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც ვიცით, მაშინ, როდესაც დღეს მივტირით ჩვენ ძველ აყვავებულ საქართველოს, არსებობდა გარკვეული აკადემიები, იგივე იყალთოსი, იგივე გელათის და იმ აკადემიებში მიმდინარეობდა არა მარტო გადაწერა, მაშინ სტამბები არ არსებობდა, არა მარტო გადაწერა იმ წმინდა წერილისა თუ სხვადასხვა ნაშრომებისა, სხვადასხვა ქადაგებებისა, არამედ მიმდინარეობდა ასევე მეცნიერული კვლევები, როგორც საბუნებისმეტყველო საგნებში, ასევე საყოფაცხოვრებო პირობებში გამოსაყენებელი უნარჩვევებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე განათლება ხდებოდა იქვე ახლო მდებარე როგორც მოსახლეობის, ისევე ბავშვების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ის რაც ნაბიჯებიც უნდა გადადგას ალბათ ეკლესიამ უკეთესობისაკენ, ეს კეთილი სრულებიდან გამომდინარე. ამავე დროს იქნებ იმ უამრავ რეზიდენციაში, რომელიც ეპარქიებში იხსნება
სხვადასხვა ადგილას საქართველოში იქნებ მოხერხდეს და ჩამოყალიბდეს ისეთი პატარა კერები იმ მოდი ესე ვთქვათ ნაციონალების დროს, არა მარტო ნაციონალების დროს, მერეც და მანამდეც ჩარეცხილი მეცნიერებისათვის, რათა მათ ეკლესიამ მისცეს შეკვეთა გარკვეულ თემებზე მუშაობისათვის პირობები შეუქმნას, ხოლო პროდუქტი, რომელსაც ეს ხალხი შექმნის, გამოიმუშავებს გარკვეულ მეცნიერული მუშაობის შედეგად თუ სხვადასხვა შრომის შედეგად, უკვე ეკლესიის საკუთრება იქნება და ეს თავისთავად გახდება უკვე ეკლესიისათვის დამატებითი შემოსავლის წყარო. ასევე მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, თუ რა ნაბიჯები არის ამ სინერგიის მისაღწევად სახელმწიფოს მხრიდან გადასარგმელი. როგორც ვიცით, კონსტიტუციაში აღნიშნულია ასეთი რამ, რომ განსაკუთრებული როლი ქართული ქრისტიანული ეკლესიის, დედა ეკლესიისა საქართველოს როგორც სახელმწიფოს განვითარების ისტორიაში. ხო? აი ამის დასამტკიცებლად, ამის განსამტკიცებლად, თუ არ შეიძლება ნომინალურად მაინც უშიშროების საბჭოში ან დობის ჯგუფში თავისი წარმომადგენელი ყავდეს პატრიარქს. ეს ხომ მეტ მადლმოსილს გახდის მათ საქმიანობას და გარკვეული მორალური ცენზორის როლსაც კი შეასრულებს მათ ქმედებებში და ასე ვთქვათ გადასარგმელ ნაბიჯებში. მადლობთ ყურადღებისათვის და ბოდიშ თუ შეგაწუხებთ. დიდი მადლობა. ახლა ამ შეკითხვებთან თავისთავად დაასვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზედაც მე მინდა გავაგრძელო ჩვენი შეხვედრა, ვთქვათ, მოკლედ მიმართება ისევ სახელმწიფო და ეკლესიისა. საერთოდ სახელმწიფო და საეკლესიო ურთიერთობებში არსებობს ორი პოლუსი, ხო? ავიღოთ ერთი მკაცრად სეკულარიზებული სახელმწიფო, ან თუნდაც მტრულად განწყობილი ეკლესიის მიმართ სახელმწიფოები, როგორც იყო მაგალითად საბჭოთა კავშირი, ან დღეს არის ჩინეთი, სადაც ახლა რელიგია რაღაც წარსულის გადმონაშთად მოიაზრება და რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ამოცანა არის, რომ მიიყვანოს აქ იქამდე, რომ ნელ-ნელა გაქრეს ეს რელიგია საერთოდ ადამიანის ცხოვრებიდან, ხომ? და მეორე უკიდურესობა, მაგალითად არაბულ სამყაროში, ავიღოთ თუნდაც ირანი, სადაც კონსტიტუციაში არსებობს ჩანაწერი, რომელიც მუხლი ახლა ზუსტად არ მახსოვს, და აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური, ეკონომიური და ასე შემდეგ კულტურული და ასე შემდეგ ყველა მისი პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს ყურანს და შარიათის კანონებს, ხო? ეს ორი უკიდურესობა, ხო? ახლა გასაგებია, რომ ჩვენთვის არც ერთი არ არის მისაღები, არც ის აგრესიული და მტრული ათეიზმი, რომელიც იყო საბჭოთა კავშირში და არც ის, რაც არის თეოკრატიული მოდელი, თუმცა თეოკრატია ევროპაშიც არის, ზოგიერთ პატარა ქვეყნებში და მაგალითად ვატიკანი ხა, ხო? ანუ ჩვენი მოდელი უნდა იყოს რაღაც შუალედური, ხო? აქ დგება ახლა პოზიცია ეკლესიის, გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება აქვს ყველა ადამიანს, კონსტიტუციის 24 მუხლით. იგი აქვს ნებისმიერ სასულიერო პირზე, რასაკვირველი ესეთ ინსტიტუციასაც კი, როგორც ინსტიტუცია რა ახლა ავტორიტეტის პირველი ინსტიტუციას, რასაკვირველი უნდა კონდეს თავისი აზრის დაფიქსირების, თავისი შეხედულების გამოხატვის, თუნდაც საერო საკითხებთანაც დაკავშირებით. მაგრამ როგორ უნდა იყოს აღთქმული ეს, რა დოზით უნდა იყოს ეს გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ და სადამდე მივდივართ, ანუ როგორ არ მივიდეთ ჩვენ არც თეოკრატიამდე, ხო? და არ მივიდეთ არც მეორე საპირისპირო მხარეს. სანამ ამაზე გავაგრძელებთ საუბარს, ზარი არის და იქნებ შეკითხვის საშუალება მივცეთ მაყურებელს. მარტინოზე რომ გააკეთა ის ეკლესია. ბატონო? კი არ მეცხრეს ახლა ესკების გადარეული ესა. არ მითხარ, არა. ხო, ანუ ორი უკიდურესობა, როგორც თქვი, თეოკრატია, აგრესიული სეპარატიზმი, ხო? ბოდიში რასულში სეპარატიზმი, აგრესიული ათეიზმი. შუალედში ვართ, მაგრამ რა უნდა იყოს ეს მახასიათებელი? კაი, ეკლესიამ დააფიქსირა რაღაც თავის პოზიცია, რაღაც თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით, მაგრამ პარლამენტმა თქვა, რომ არა. აი, რა უნდა იყოს ეს? როგორ უნდა მოხდეს თუნდაც ეს თქვენი აზრით? რომ არ გადავიდეთ აქ, არც იქით, არც აქით, რა ვიცი. ისე მართლმადიდებლობისათვის მართლმადიდებლობა ეს არის ის სარწმუნოება, რომელიც მოციქულებმა გვიქადაგეს და ეს არის სარწმუნოება, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას განკაცებულ ადამიანად მოსულ ღმერთთან პიროვნული ურთიერთობა გქონდეს და თავის სულში ყოვლადწმინდა სამებას დაუდოს ადგილი, დაუმკვიდროს ადგილი და ესე იგი ესე დაადგეს მარადიული სიცოცხლის გზას და აი ამ სარწმუნოებას, რომელიც თავისი მოძღვრებითაც ეს არის აბსოლუტურად უნიკალური, თუმცა ჩვენ ახლა ამ თემაზე არ ვსაუბრობთ,
მისთვის აი ასეთი მოძღვრებისათვის, რომლის მიზანი არის მარადიული ღირებულება, ხო? აბსოლუტურად უცხოა ერთის და მეორეს უკიდურესობები. მისი ბუნებისთვის არის უცხო. ვერასოდეს ვერ იქნება მართლმადიდებლობა მოძღვრებითაც ვამბობ თავის იდეალურ შემთხვევაში, იდეალურ მდგომარეობაში, ვერასოდეს ვერ იქნება ის თეოკრატიული, ანუ თითისმქნეველი, თქვათ, და მოძალადე სახელმწიფოზე. ეს ქრისტემ ჯერ კიდევ მაშინ უარყო, როდესაც მას შესთავაზა ეშმაკმა ყველა ხელისუფლების ძალაუფლების ხელში ჩაგდება პოლიტიკური, რომ მას თავის იდეები გაეტარებინა და ქრისტე ამას უარყოფს. ხო? ესია. და რაც შეეხება, ათეიზმი ხა თავისთავად ცხადია, რომ ეკლესიისათვის მიუღებელია და აი შუალედური გზა არის ბუნებრივი გზა. ანუ ამის ისეთი თქვა მე. ზარიერ კიდევ მოპატეთ, შემოუშვათ ის ვერ მოახერხა წინა მაყურებელმა და დაბრუნდა. გისმენთ? გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში გილოცოთ გადაცემის დაწყებას. დაგულოცეთ მამაო. ქრისტე შეგვეც. ერთი ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო პაატა და ბატონო მამუკა, თქვენთან არ ვიცი მამოს რამდენად აქვს ეს კადრები, ნახე სამეგრელოს კადრებზე რა სიტყვით, რომელიც სულ ახლა ხან გავსწელდა ინტერნეტ სივრცეში და აი მართლა რომ წალეკა ჩვენი ქართული ინტერნეტ სივრცე და უცხოური პრესა მთლიანად ამაზე წერს, ამაზე არის გადართული. რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით დღეს კიდევ დაიწერა, რომ აი ზუგდიდში მასობრივი მსვლელობა მოეწყო და ხალხმა აი ნაციონალთან დაკავშირებით რაღაც შეტაკება მოხდა, ხელჩართული ბრძოლა არ ყოფილა, მაგრამ უკვე სიტყვიერი შელაპარაკება იყო და რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით. კარგით, ეს უნდა გადავდოთ დავასრულოთ. ესე იგი, მე იმის თქვა მინდოდა, რომ თუ ეკლესია თავის სიმაღლეზე იქნება მის სულიერებას გულისხმობ, მისთვის არის რა არ არის რა ბუნებრივი არც ერთი უკიდურესობა, ხო? ანუ არც თეოკრატია, რომ ესე იგი ძალაუფლების ხელში ჩაგდება მოინდომოს და არც იმგვარი ლიბერალიზმი, რომ ათეიზმი აყვავდეს. თუ მისთვის ეს ორივე უკიდურესობა მისი ბუნებისათვის მიუღებელია, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ეკლესიაში იქნება ის ასევე წინა შეკითხვაში იყო განათლება სწორად წარმართული საეკლესიო დაწესებულებებში. განათლებაში გულისხმება არა მარტო ცოდნის მიღება, არამედ იმ არსის გათავისება და შემდეგ გადაცემა, რაც არის ქრისტიანული ეკლესიის არსი, რომელსაც არის ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და რასაც სულიერი ცხოვრება ქვია. თუ ეს იქნება, ანუ სწორი განათლება თუ იქნება და შესაბამისად სწორი მისიონერობა, არც ერთი უკიდურესობა არ გვემუქრება. ეკლესიის ბუნებისათვის ეს უცხო რამ არის. და თუ სადმე ჩვენ ვხედავთ პატარა გამოვლინებებს, თქვათ ვიღაცა, თქვათ სასულიერო პირი ინდომებს რაღაც აესე, თქვათ რომ ვიღაცას საზედმეტად ჭკუა ასწავლოს, საზედმეტ ლიბერალი სწავლეს, სადაც უკვე საზოგადოების მახინჯი ფორმების აყვავებას. ანუ თუ ვხედავთ რაიმე უკიდურესობას სადღაც ვიღაცაში, ეს ნიშნავს რომ იქ არის სწორედ სულიერებაში პრობლემა, სულიერ განათლებაში პრობლემა. აი ესე, ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ეკლესიამ თავისი ის რაც არის ეკლესიაში ჩადებული იმის შესაბამისად იცხოვროს, იმის შესაბამისად იმისიონეროს და არანაირი პრობლემა აღარ იქნება საშიშროება ამ ხარ. ხო, მაგრამ ხშირად გავიგებთ, მაგალითად საპატრიარქოს განცხადებაზე, ან ცალკეული სასულიერო პირის განცხადებაზე, თუნდაც კათოლიკოს პატრიარქის განცხადებაზე, რომ ეკლესია შემოდის პოლიტიკურ ველზე. ეს მორალური რას ნიშნავს აი პოლიტიკურ ველზე შემოსვლა? რა არის ეს გამოხატვის თავისუფლების სარგებლობა, პოლიტიკაში ჩარევა, იგივე იმ სეკულარიზმის თუნდაც თავის ტრადიციული თუ ასე თქვა სტანდარტული გაგებით დარღვევა, აი რასთან აქვს? ეს ძალიან მოკლედ რო თქვა, სანამ ამოკლედ უბრალოდ ადამიანი, რომელიც თქვა რაღაცას ისეც აკეთებს, რაც მისთვის ცუდია, ის როგორც ექიმი ეტყვის მაგალითად, რომ თქვა ესე არ უნდა იქცეოდე, თქვა ესეთი ცხოვრების წესი არ უნდა ქონდეს, როდესაც თქვა პოლიციელი ეტყვის, რომ მთვრალი საჭესთან არ დაჯდე, ხო? ასევე სასულიერო პირი ვალდებულია ადამიანს უთხრა, ნუ ცრუობ, ნუ მრუშობ, ნუ იპარავ, ნუ ნარკომანობ, ნუ დადიხარ სამორინეში. ჩვენ ვალდებული ვართ გავართხილოთ და მე ამის მეტი უკვე ჩვენი ძალაუფლება წყდება. მე თავიდან ბოლომდე მინდა მამა თეოდორეს დავიწყო, რაც გადაცემაც ისე გამოგვთვის, აი ზუსტად რაც შინაარსი არის ერის და ბერის საუბარი და სინერგიის მიღწევა. ახლა მამა თეოდორემ შეხედა ამ საკითხს რელიგიური კუთხით. მე მინდა შევხედო საზოგადოებრივი პოლიტიკური კუთხით. საქართველოს ისტორიაში ფაქტობრივად არ ყოფილა ეს დილემა, ასე ვთქვათ, თეოკრატია
თუ მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ლიბერალიზმი თუ ათეიზმი, რასაც აგრესიული ათეიზმი, თუ არ ჩავთვლით ბოლშევიკების შემთხვევას, ისიც დაპყრობილი ვიყავით. სხვა შემთხვევაში შეგადავხედოთ საქართველოს ისტორიას, სად არის დაპირისპირება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. მხოლოდ და მხოლოდ უმნიშვნელოვანეს ზნეობრივ მორალურ საკითხებში. იგივე გრიგოლ ხანძთელის და აშოტ კურაპალატის დაპირისპირება, თავშა დავით ულუს დაპირისპირება, სასულიერო პირება, ევდემოს კათალიკოსი, ვახტანგ გორგასლის დაპირისპირება, არც ერთი მათგანი არ არის სახელმწიფოს დისკრეციის ქვეშ მყოფ საკითხებზე. ეს უყველანი არის მოწოდება, როგორც მამაო ბრძანა, მეფე ხარ და არ ახამს, არ გაქვს უფლება, იმიტომ რომ შენ ამავდროულად უნდა იყო სამაგალითო პიროვნებაც. აქედან გამომდინარე, ეს ისტორიულად არასოდეს არ იდგა. თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ მომენტს, როდესაც ცოტა სხვა განსხვავებული სიტუაცია იყო შექმნილი, სადაც თავშად სასულიერო პირები იღებდნენ ამავდროულად სარდლის ფუნქციას, ეს სხვა შემთხვევაა და ამიტომ ამას ვერ განვაზოგადებთ. ესე იგი, არსებობს საქართველოს ისტორიულად ჩამოყალიბებული, რასაც შეგვიძლია ქართული გზა უწოდოთ და ჩვენ ამ გზაზე უნდა წავიდეთ და დღეს საქართველოს ეკლესია ამ გზაზე მიდის. აი ახლა თქვენ რაც ბრძანეთ ბატონო პაატა, ჩვენ მოდი თუ გინდა ჩამოვთვალოთ რა საკითხებზია საუბარი. ეს არ არის არჩევნებზე, ეს არ არის მიმდინარე პოლიტიკურ კანონმდებლობაზე, ეს არ არის თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან თემებზე, ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც სილდება ერთი ხელისუფლების ინტერესთა სფეროს. და რომელიც გადადის, ასე ვთქვათ, საყოველთაო მუდმივი შთამომავლობის და ისტორიის, ასე ვთქვათ, განზომილებაში. აქ უკვე ეკლესიას არ აქვს უფლება გაჩერდეს. აი, შემიძლია ჩამოთვალო რამოდენიმე ასეთი შემთხვევა. მაგალითად, თუნდაც ისეთი, აი, სადაც მკაცრი იყო ეკლესიის პოზიცია, სადაც მაგალითად თემა როგორიც არის 5000 წლოვანი სახთრისის ისტორიულ კულტურული ძეგლის აფეთქება, რომელიც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მიწის გაყიდვა. ეს არ არის ჩვენი დღევანდელი ამოცანა. ის სახთრისის და მიწაც არ გვეკუთვნის მარტო ჩვენ, ან ჩვენ წინაპრებს. ეს ჩვენი მომავლისთვის არის და როგორც პასუხისმგებლობით აღჭურვილი დაწესებულება, ეკლესია ვალდებულია განახორციელოს. მეორე ბრძოლა იმ ზნეობრივ მორალური კლიმატისათვის, კლიმატის შესვლისთვის, რაც დამკვიდრებულია საქართველოში. აი ანტიდისკრიმინაციული კანონია ვიღოთ თუ გინდა ამასთან დაკავშირებით. ან თვითმმართველობის კოდექსში რეგიონალიზმის, ანუ საქართველოს დაშლა, დაქუცმაცების, შემოუპარების ცდელობა. აი ეს თემები, რომელიც სილდება მიმდინარე პოლიტიკურ საზოგადოებრივ საკითხებს და რომელიც ადის ისეთი მუდმივ მაღალ ასე ვთქვათ რეჟში ადის და აქ ეკლესიას არ აქვს უფლება ხმარომ არ ამოიღოს, იმიტომ რომ ის გზნობს ვალდებულებაში თავმავლობის წინაშე, რომ მან მიიღო მაქსიმალური მონაწილეობა, რაც კი მას შეეძლო, რომ ასე ქვეყანაში არ ყოფილიყო, ასე ვთქვათ, ცუდად საქმე. აქედან გამომდინარე, თქვენ ვერ ნახავთ საქართველოს ეკლესია ზოგიერთი კონკრეტული კერძო პირის სხვა თემაა, მაგრამ საქართველოს ეკლესიის დამოკიდებულება ცუდად პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობაზე. თქვენ ოდნავ მაინც მინიშნებას ვერ ნახავთ. იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცა სამართლობა მოხდეს, ან დაირღვეს ბალანსი ამ ძალებს შორის, იმიტომ რომ ეს ეს ეკლესიის ჩვენ დედა ეკლესიას, იმიტომ უზახით რომ მისი ბუნებრივი ბიოლოგიური თვისება ყველანაირი შვილი უყვარდეს და ყველანაირი შვილზე იზრუნოს. აქედან გამომდინარე, ის რა თუ უზახით ჩვენ პოლიტიკას ძალაუფლების მოპოვება, ამაში არ ერევა საქართველოს ხელისუფლება. მაგრამ თუ ჩვენ უძახით პოლიტიკას ცხოვრების წესის განსაზღვრას, ამაში ვალდებულია ჩაერიოს საქართველოს ეკლესია, იმიტომ რომ ეს შთამომავლობის თემა არის. ამიტომაც სწორედ განათლება, ამიტომაც სწორი სამოქალაქო საზოგადოებრივი ცხოვრება ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ აი სწორად დავდგეთ ქართულ გზაზე და შესაბამისად ქართული ისტორიული გამოცდილებით წარმართოთ დღესაც ცხოვრება და ამის უპირველესი, ასე ვთქვათ, საშუალებას მოგცემს თუ საზოგადოების სახელით ილაპარაკებს მის ადგილს დაიკავებს უბრალოდ თლიან საზოგადოებაში ის მრევლი, რომელიც დღეს წარმოდგენილია მრევლის სახით და არა სამოქალაქო სექტორის სახით. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ მრევლი უნდა გავიდეს სამოქალაქო სექტორში,
თუ სასულიერო პირები ჩვენ რელიგიურ დოგმატური საკითხებით მოძრავენ და მივყავართ უფლისკენ, მრევლმა სამოქალაქო საზოგადოებრივი ტერმინოლოგიით უნდა მოვახერხოთ ის, რომ საზოგადოების მაქსიმალური მობილიზება, რათა ხელი შეეწყოს საქართველოს განვითარებას და ბუნებრივია გავხდეთ პარტნიორი საქართველოს დედა ეკლესიის. სხვათა შორის თავის დროზე, როდესაც ჩვენი პარტია იქმნებოდა ცოტა ღიმილით ვიტყვი, ახლა ძირითადად ჩვენ სტიქაროსნები ვიყავით და ფორმულა მოძებნეთ კიდევაც ამისი ამ ორ დილემას შორის თეოდემოკრატია. თეოდემოკრატია და ყველას უკვირდა რატო არ დიახს, სწორედ ეს არის ქართული გზა, შეიძლება სიტყვა არ ასახავს იმ რეალურ ვითარებას, მაგრამ არც ერთი, არც მეორე უკიდურესობა, აი ეს ხაზი, რომელიც ქართული გზა რომელსაც ქართული გზა ქვია. კარგი, ჩვენი ეთერი თითქმის დასასრულს მივახულდა 3 წუთი დაგვრჩა. ძალიან სწრაფად გავიდა ეს დრო. ძალიან ბევრი საკითხი დაისვა აქ. მე ძალიან მინდა მაგალითად მინდოდა გამოხატვის თავისუფლება, საერთოდ გამოხატვის და რელიგიის თავისუფლებაზე საუბარი. ეს თვლი რომ საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. არა მარტო საქართველოში, სხვათა შორის ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. იგივე მუხამედის კარიკატურები და ბოლოს ახლა შარლ ერდოს შემოხტარის ტრაგიკული მოვლენები. და ღმერთმა დაგვიფარო ჩვენ ასეთი მოვლენების გვაქვს, თუმცა რასაკვირველია საქართველოში ეს სერიოზული პრობლემა, რომელიც ძალიან დიდ ნებათაღელოს იწვევს და გამოიწვევს. სხვა საკითხებიც, ასე ვთქვათ, რომელიც აქ მივინიშნეთ, თუმცა უკვე დრო აღარა გვაქვს და ძალიან გთხოვთ შემაჯამებელი დაახლოებით 1 წუთის პარკლებში თითოეულმა რომ ვზადოთ დღევანდელი შეხვედრის ბოლოს. აი, თარეკა მსმენელმა და ის უხავსი კადრების და ძიმე კადრების ჩვენებაზე ილაპარაკა. სწორედ ეს ასახავს ჩვენ დღევანდელ რეალობას. ერთის მხრივ ქუჩაში ჩვენ ვაჩვენებთ ამ კადრებს და მეორე მხრივ ამ კადრების გადამღები ჩამდენი ამ დანაშაულებისა ყავს პარლამენტში. აი ეს შეუსაბამობა უნდა აღმოიფხვრეს. თუ ჩვენ გვინდა ბავშვებს ვაჩვენოთ, რომ იცი საზიზღრობაა ეს, რაც ხდებოდა ამ ბავშვის კითხვაზე, რომ მამა, აი ეს სუდიძია, რატო ზის დღეს პარლამენტში? რატო გამოდის ტელევიზიიდან და რატო გვასწავლის ჭკუას, ამაზეც უნდა შეგვეძლოს პასუხის გაცემა. ამიტომ თუ არ მივეჩვევით ჩვენ დასმულ საკითხებზე ზუსტი პასუხების გაცემას, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ იმ ღირებულებების დაცვას, რომლის დეკლარირებასაც თითქოს ვაკეთებთ, მუდმივად ვიქნებით ასე მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ არის საჭირო ერთის მხრივ სულიერ ზნეობრივი მორალური კატეგორიებით დამკვიდრება, მეორე მხრივ სამოქალაქო სივრცეში შესაბამისი ჯანსაღი პროცესების დამკვიდრება და ერი და ბერი, ანუ ის სინერგია, რომლის გადაცემაც დღეს მიმდინარეობს და ყოველ ორშაბათს გავა ეთერში, სწორედ უნდა მივახციოთ ამ სინერგიას და აქედან გამომდინარე ეს იქნება ერთადერთი ჩვენი გადარჩენა შექმნის სიტუაცია. თუ არა და კიდევ 25 წელი გაგრძელდება ასეთი ამ მსგავსი კადრებით სირბილი, მივარდნები, ჩაქოლვები, არაადამიანური ქმედებები, მრისხანების გამოვლინებები, თუ სწორად არ დავდგებით იმ გზაზე, რომელიც გზაზეც ბოლოს ტაძარი დგას. და ორი სიტყვით უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ბედნიერებაა, როდესაც 21 საუკუნეში გაქვს შესაძლებლობა გახდე განკაცებული ადამიანად მოსული ღმერთის მოწაფე. ამის შესაძლებლობა ყველას აქვს, მით უმეტეს ღმერთის განკაცებული ღმერთის ყოვლისშემძლენება ამას ამბობს. თქვენ მოწაფენი ჩემნი ხართ. ბედნიერებაა ეს და მე ყველას უსურებ, ყველა ქართველს და საქართველოში მცხოვრებ ყველა ადამიანს, რომ გავხდეთ ქრისტეს მოწაფენი, დავემსგავ, მივბაძოთ მას, დავემსგავსოთ მას, მისი თვალებით უყუროთ სამყაროს, მისი ქრისტეს თვალებით უყუროთ ერთმანეთს. ჩვენ თუ ამას შევძლებთ, ჩვენ უკვე აქვე საოცარ საქართველოს მივიღებთ და მარადისობაში სპირნათელი შეხვდებით ჩვენს მაცხოვარს. ქრისტე შეგვეწიოს. დაბოლოს კიდევ ერთი ზარი არის ეთერში და გველოდება და ამით დავასრულოთ. და მისმენეთ, რა ქვია, რომ მამა თეოდორესთან ამაქვს საქმე. ისა სალაპარაკო. გესმით ჩემი? გისმენთ. გესმით ჩემი? გისმენთ. ალო. ალო. მამა თეოდორესთან ამაქვს საქმე. ისა სალაპარაკო. მოიმე. არც მეუბნებიან, არც. გისმენთ ბატონო, გისმენთ. არ ისმის ეთყობა. არ ისმის.
სამწუხაროდ ვერ დამყარდა კონტაქტი, ჩვენი და გადაცემა უკვე დაასრულა, გადავაშორეთ უკვე ჩვენთვის გამოყოფილ დროს. რომ უბრალოდ ჩვენი ხმა არ ესმოდა. არ ესმოდა ჩვენი ხმა სამწუხაროდ და ვერ შედგას თქვა კონტაქტი. რასაკვირველია ის კადრები მეც მინდა ორი სიტყვით თქვა არის, რა ვიცი ახლა მაგის ყოველთ ამაზრზენია და მე სამწუხაროდ ნახე ეს კადრები ნაწილი ყოველ შემთხვევაში და რო შევხედე უკვე მე ცუდად გავხდი ელემენტარულად ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავდი გამორთე რა ვიცი საშინელი კადრებია არ ვიცი არ ურჩევ იმეს რომ ბევრს რომ ნახოს ეს კადრები განსაკუთრებით სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს გულზნების ყოფის მქონე ადამიანებს რასაკვირველია ასეთი რამე მიუღებელია აბსოლუტურად მიუღებელია ცივილიზებული სახელმწიფოსთვის 21 საუკუნისთვის ესეთი რამე მე მწვენია რომ ესეთი რამე საქართველოში ხდებოდა რა ვიცი ალბათ უნდა დადგეს ობიექტური გამოძიება და ყველა პასუხს უნდა გაეცეს შეკითხვა თუმცა მე მეშინია იმის და მე ყველას მოუწოდე ჩემი მოწოდება თუ რამეს ნიშნავს რომ ეს არ უნდა გახდეს რაღაც ანგარიშწორების რაღაც ლინჩის წესით გასამართლების ადამიანების და ახალი უნდა იკანონოს რომ არ გახდეს ეგ კი ბატონო არ უნდა გახდეს ახალი ძალადობის ასე ვთქვათ საფუძველი უარესი იქნება ლინჩი იქ არის სადაც კანონი არ არის კი ბატონო დიდი მადლობას მოგახსენებთ, დიდი მადლობას მოგახსენებთ სტუმრებს, დიდი მადლობა ჩვენ მაყურებელს, შემდეგ შეხვედრებით.